ესეთი პარლამენტი მეგონი არავის არ აწყობს. ანუ დეპუტატი ხარ, ბიზნესმენი ხარ, სპორტსმენი ხარ, რეპუტაცია გაქვს ხო ვიღაც წრეში ადამიანების. უთმად რაღაც კლოუნადაში ღებულობ მონაწილეობას. თუ ხვდები რომ ის პარლამენტი არ არის. როგორ შეიძლება პარლამენტი იყოს ერთპარტიული? ერთპარტიული და პარლამენტი ერთმანეთში უბრალოდ ეს როგორ იქნება ოქსიმორონი პარლამენტი ან პარლამენტი არ არის, ან ერთპარტიული არ არის. აქ როგორ შეიძლება რამე გინდოდეს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ჩემგან მე რო პატივცემ ისეთი ადამიანების თვალით რო შეხედვა ჩემპიონების. ანუ მთელი ცხოვრება პატივცემენ, რეპუტაცია გაქვს, რაღაცა გაქვს და უცბად აღმოჩნდეს სიტუაციაში, აი ამ ქებადიდებიდან და რაღაციდან, სადაც საქმის გასაკეთებლად არ ხარ. იქ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, არის რაღაც შენობა, სადაც იმის გამო რომ კონსტიტუციაში წერია რომ აქ უნდა ჩატარდეს ხდომებიო, ხალხი რომელმაც წინა დღეს უკვე ჩაატარა ხდომები ჩატში, ატარებს რაღაცა 10 წუთიან პროცედურას, თუ ახალი ოპოზიცია არ არის საერთოდ. ამ პროცედურაში არაფერში მონაწილეობის მიღება საპატიო ხო არ არის. გინდა ბიზნესმენი იყავი, გინდა ჩემპიონი იყავი, საკუთარ თავს თუ პატივცემ, საკუთარ დროს თუ პატივცემ, საქმეს თუ პატივცემ, რაღაცა უაზრო თეატრალიზებულ პროცედურაში მონაწილეობა რა უნდა გააკეთონ მაგალითად თქვენი აზრით? გამოვიდნენ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საპარლამენტო დემოკრატიებში ვის უკრს ადამიანელი არჩევნები? ეგ ხო ჩვეულებრივი ამბავია. ამორჩევლისთვის მე მხოლოდ მომგებიან პირობას ვამბობ. არჩევნები რომ მოდის, მთავრობა უფრო გულკეთილი ხდება. გზა გაუკეთეს, რაღაცა დაუგეს. პირიქით მე ყველაზე კარგი მინდა ქართული ოცნების სამართლების კონცეფცია ცუდი უნდათ. მეორეჯერ არ უნდათ ფული გადაუხადონ და ორი კაპიკაშონიონ ხალხს.